წითელი ფორმით გახლავთ გოგრიჭიანი, თუმცა წითელი მხოლოდ ზოლები აქვს მის ფორმას, უფრო რაღაც მოყვითალო ფერის სამოსიაცვია, მაგრამ გაარჩევთ რომელიც არის ადეიშვილი ლურჯი ფორმით. დაიწყო ეს შეხვედრა, რომელიც იმედია წინამორბედებზე ნაკლებად სანახაობრივი არ იქნება. შეტევაზე მიდიოდა პირველი აქ გოგრიჭიანი, მერე სადა ასევე შეტევაზე გადასვლა ადეიშვილმაც. ერთი სიტყვით ცდელობები გაცვალეს, თუმცა შეხვედრა ისევ დგომში გრძელდება, ილეთზე ვერცერთი ვერ გადავიდა. ამასობაში პირველი წუთი იწურება და აი აქ ადეიშვილმა მოახერხა ფეხიდან მეტოქის აყვანა, ნახოთ აბა ეხლა თუ გადააგდებს, თუ დააფიქსირებს, ეს ვერ შეძლო, მაგრამ გარეთ გაიყვანა და 1-0 დაწინაურდა ოთარ ადეიშვილი, სამტრედიელის სპორტსმენი. საჯებმაც უკვე შეაფასეს პასიური სპორტსმენი და შემჩნევა ამისთვის მიიღო გოგრიჭიანმა. თუ არ გააქტიურდა, უკვე მას 30 წამიანი საჯარიმოსა ჩაუთავენ. ჯერჯერობით გააქტიურების არაფერი ეთყობა, მოედნის ლეიბის ცენტრში დგანან, ეხლა თითქოს კი სადა გოგრიჭიანმა წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცა ადეიშვილმა. და აი აქ უკვე ჩაურთავენ 30 წამიან საჯარიმოს გოგრიჭიანს. ამ 30 წამშიც თუ კი მან ვერ შეძლო ილეთის გაკეთება ან თუნდაც ქულის მოპოვება, მაშინ 1 ქულას მიიღებს ადეიშვილი, რომელიც ისედაც დაწინაურებული არის 1-0. კი ბატონო, გაიყვანა წრიდან გოგრიჭიანმა და თან დააფიქსირა ჩოგბიაში ყოველ შემთხვევაში ხალხშაბით მოორი ქულა უაჩვენა. შესაბამისად ეს აქტიურობის პერიოდი გამოიყენა, მაგრამ 2 ქულა უფრო გაყვანა. აი ხლა ხო ალბათ უფრო ამას გავდა, აი თვითონ საჯებიც ახლა თაფქირობენ ერთმანეთში. ოთხი ქულა, ანუ კრიტიკულ მდგომარეობაში დაცემა ჩაუთვალეს ადეიშვილს, თუმცა აქ ახლა უკვე მისი ბანაკი აპროტესტებს ამას. ხო, ეს ჩვენ შევამჩნიეთ, ნახოთ აბა გამეორებით. აი ესე ხო, ნუ იქ დაეცა თითქოს ზურგზე, მაგრამ ხალხიდან გასულები იყვნენ, გაიხნის. ნახოთ აბა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. აი, აშკარად და მოხდა ცალიბეჭით. ცალიბეჭი დაარტყა ხალიჩას ადეიშვილს. ხო, ნუ პასივობისთვის ქულას ნამდვილად ვეღარ დაკარგავს გოგრიჭიანი, შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ. აი ხლა 4 ქულა დატოვეს ზალაში და კიდევ ერთი დაუმატეს გოგრიჭიანს, ანუ სამტრედიელთა პროტესტი არ მიიღეს. უკვე 5-ით ტაბლოზე არ არის ჯერ დაფიქსირებული შედეგი, 5-ით 1 უნდა იყოს ტაბლოზე. დიახ, დაფიქსირდა საბოლოოდ 5-ით 1 ტაბლოზე და განახლდა შეხვედრაც პირველი პერიოდის დამთავრებამდე დარჩენილი არის 52 წამი.
სლადეიშვილი კი ცდილობს შეუხდეს ფეხში და წავიდეს შეტევაზე, მაგრამ გოგრიჭიანი თავს კარგად იცავს. აი აქ ხაც ადეიშვილი ცდილობს გაიყვანოს გარეთ. და როგორც ჩანს მართლაც გადგა ფეხი გოგრიჭიანმა, მე აქედან სიმართლედ ვერ შევნიშნეს. და პირველი პერიოდიც მთავრდება. 5-2 ასეთი ანგარიშით მოიგო პირველი პერიოდი ამბროლაურელმა მოჭიდავემ გიორგი გოგრიჭიანმა. დასრულდა შესვენება და იწყება მეორე პერიოდი. შეგახსენებთ, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 5-2-ს იგებს ამბროლაურელი გიორგი გოგრიჭიანი. დაიწყო მეორე პერიოდი. პირველივე წამებიდანვე რაღაც შეაწუხეს ერთმანეთი მეტოქეებმა გოგრიჭიანმა და ადეიშვილმა. ჯერჯერობით ისე ზონის ცენტრში დგანან. გაგრძელება აი ამ შეწუხებას არ მოხოლია, თუ არ ჩავთვლით აი ამ პოზიციურ ბრძოლას. გოგრიჭიანს მოუწოდებენ საჯები ისევ აქტიურობისკენ, თუმცა გვახსოვს პირველი პერიოდიც ასე იყო 30 წამიანი ჩაურთეს და მერე როგორ ისარგებლა ამითი 4 ქულიანზე გადააგდო და ბოლოს 1 ქულა მეტოქის გაუქმებული პროტესტისთვის, დაუკმაყოფილებული პროტესტისთვის მიიღო. ეხლაც პასიურობისთვის 30 წამიანით ისევ გოგრიჭიანი ისჯება. ხო, თეთრში ჯერ არ მოგებულია შეხვედრა. არა, მოგებული ნამდვილად არა. თუმცა ადეიშვილიც უნდა გააქტიურდეს. აი ამ ჭიდაობით, რასაც ვხედავთ, ეხლა და ვხედავთ მეორე პერიოდში, არ მგონია მან წარმატება მოიპოვოს. ეხლა კინაღამ შემოურბინა გოგრიჭიანმა. გავიდა 1 წუთი და მესამე ქულა მიიღო ადეიშვილმა 5-3, თუმცა აქ როგორ გააქტიურდა კვლავ გოგრიჭიანი. 1 დაყვანა, დატრიალება, 2, 11-3-ია უკვე გოგრიჭიანის სასარგებლოდ ანგარიში. აქ ამოსვლაზე 1 ქულა მიიღო ადეიშვილმა, სამასობაში გარეთაც გავიდნენ და შეხვედრა შეაჩერა არბიტრმა. 11-4 არის გოგრიჭიანის სასარგებლოდ. წუთი და 22 წამი შეხვედრის დამთავრებამდე სოლიდურია უკვე სხვაობა. თუმცა დღეს რამდენიმე ისეთი შეხვედრა ვიხილეთ. წამებში რო 10 ქულა გაკეთდა. ფინალში არ მომიცა მოხდეს, ხო, 1-11-დან 16-ს. აჰა, კიდე 1 ქულა მიიღო მეტოქის გარეთ გაყვანისთვის ადეიშვილმა 11-5. სხვაობა მაინც სოლიდური რჩება. წუთი და 6 წამი არის შეხვედრის დამთავრებამდე, დრო ჯერ საკმარისია. წუთია საჭიდაო. არ ვიცი ახლა ეკრანზე არ ჩანს, მაგრამ ძალიან ნერვიულობს ლევან ბარსონიძე, ამბროლაურელთა მწვრთნელის არზის სეკუნდანტის გამთან იქვე არის ახლოს და უბრალოდ ადგილს ვერ პოულობს ესე დღეშია. ლეიბზე გაცილებით რომ 7 ჭიდაობა მიდის და გაცილებით რომ 7-ად მიმდინარეობს პროცესები. ამბროლაური ამით ამთავრებს ფინალურ ბლოკში მონაწილეობას. ონელებს ყავს სამაგიეროდ დარჩენილი, მომდენო წონაში იჭიდავებს ზუსტად თორნიკეს ამხარაც. კი ბატონო, იქ მეორე სამწვდიელი ეყოლება მას თამას ნიკოლაიშვილი. ხო, თუ ესე დასრულდა და პირველი არხები უკლია დასრულებას თითო ხულა არა 11-6. 1 ქულა მიიღო ადეიშვილმა, მაგრამ თან გაფრთხილება მიიღო. ანუ ქულა გაფრთხილებით დაისაჯა პლუს გასვლისთვის გოგრიჭიანი, მაგრამ ეს არ ყოფნის ადეიშვილს 11-7 და შეხვედრა უკვე მთავრდება. დასრულდა ამ ანგარიშზე. და ამბროლაურმა მეორე ოქროც მოიპოვა. დასრულის ამბროლაურელმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლიც. ამბროლაურმა
ფინალებში გამოსვლა თუ არ ვწდები დაასრულა 100%-იანი შედეგით. ორი ფინალისტი ყავდათ, ხო? კი. კი ბატონო, ეხლა გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, ეს იქნება უკვე 79 კილოგრამი. ხოლო ჩვენ მისი დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ, არა 74 კილოგრამში იქნება დაჯილდოება და მისი დასრულების შემდეგ შემოგთავაზებთ 86 კილოგრამში